ბავშვის განვითარებაში თამაში და სათამაშოები ძალიან დიდი როლი აქვს. ისეთ ცნობილი მეცნიერი როგორც აინშტაინი იყო, რომელიც ფარდობითობის თეორიის შემქმნელია, ამბობდა, რომ ეს არის ყველაზე უფრო დახვეწილი და კარგად ორგანიზებული ექსპერიმენტი. ამას ამბობდა ბავშვის თამაშზე და სათამაშოებით თამაშთან დაკავშირებით. მისი მეგობარი ჟან პიაჟე, ცნობილი ფსიქოლოგი, რომელმაც წინა საუკუნის შუაში შექმნა თამაშის თეორია და ეს თეორია დღემდე აქტუალურია გარკვეულწილად, ასევე ვარაუდობდა, რომ თამაში არის ბავშვის განვითარების საუკეთესო გზა. ცნობილია ასევე აინშტაინის გამონათქვამი, როცა პიაჟემ საკუთარი თამაშის თეორიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აინშტაინმა თქვა, რომ ჩემი ფარდობითობის თეორია ბავშვის თამაშია ბავშვების თამაშთან შედარებით. არქეოლოგების მიერ ნაპოვნი ყველაზე ძველი სათამაშო დღესდღეობით რაც არის ნაპოვნი, მესოპოტამიაში დღევანდელი თურქეთის და ირანის ტერიტორიაზე 6000 წლის წინანდელია. ეს შედარებით ახალია, იმიტომ რომ სათამაშოები და თამაში არსებობს მას შემდეგ, რაც ბავშვები არსებობენ და ბავშვები არსებობენ სულ. ბავშვის თამაში წარმოადგენს ბიოლოგიურად განპირობებულ ქცევას, აუცილებელ ქცევას და ის ორიენტირებულია განვითარებაზე. ანთარებს როგორც მოტორულ უნარებს, ასევე აზროვნებას, აღქმას და მრავალ სხვა სფეროს. თამაშს დიდი უპირატესობა აქვს გაკვეთილთან შედარებით. ის არის ბუნებრივი, ნებაყოფლობითი დაძალების გარეშე და თავარია არ არის ორიენტირებული შედეგზე. სათამაშო თეგაში ჩვენ ვცდილობთ, რომ სპეციალურად შერჩეული ინდივიდუალური თამაშებით და სათამაშოებით ხელი შეუწყოთ ბავშვის განვითარებას. თანმიმდევრობა ჩვენთან სათამაშო თეგაში შემდეგია: ჯერ ტარდება შეფასება ბავშვის, ამისთვის ვიყენებთ გერმანულ სკრინინგ ტესტს, რომელიც ადაპტირებულია ქართული პოპულაციისთვის, ქვია მას AT66R. შემდეგ ხდება დადგენა იმ სფეროების, რომელიც არის უფრო უკეთ განვითარებული ან ნაკლებად განვითარებული, ხდება ინდივიდუალურად შერჩევა თამაშების და სათამაშოების, ვასწავლით ბავშვებს ამ თამაშს, მათ შორის მშობლებსაც და შემდეგ ვატანთ ბავშვებს სახლში სათამაშოებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგივე გააგრძელონ ბავშვებმა სახლშიც მშობლებთან და მათ მეგობრებთან ერთად. გარკვეული დროის შემდეგ ხდება ისევ იმავე ტესტის შეფასება და დადგენა, თუ რამდენად მოხდა ამა თუ იმ მიზნის მიღწევა და რამდენად ხელი შეუწყო ბავშვის განვითარებას ამ თამაშებმა. 2015 წლიდან 10 წელზე უფრო მეტია ყოველწლიურად ვიღებთ მონაწილეობას დავდიართ და ვეძებთ სათამაშოებს ნიურნბერგში სათამაშოების მსოფლიო გამოფენაზე და ეს თამაშები არის სხვადასხვა მწარმოებლის სხვადასხვა ქვეყნიდან ძირითადად განვითარებაზე ორიენტირებული თამაშები. უმეტესობა არის ისეთი თამაშები, რომელიც არ არის ყოველდღიურად გაყიდვაში მაღაზიებში. შესაბამისად, ეს არის გარკვეულწილად ჩვენი უპირატესობა, რომ თითეული ეს თამაში შეიძლება იყოს მორგებული კონკრეტულ ბავშვზე კონკრეტული მიზნებისთვის და შესაბამისად ეს თამაშები არის ძალიან ეფექტური. ჩვენთვის მრჩეველში მნიშვნელოვანია მთლიანობითი მიდგომა, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც ექიმს, ასევე ფსიქოლოგს კონდეს სრული ინფორმაცია ბავშვზე, მის ოჯახზე, გარემოზე. ყოველ კვირას ოთხშაბათობით ექიმები, ფსიქოლოგები და მათი ასისტენტები ვარჩევთ პრაქტიკულად ყველა შემთხვევას, ასე რომ ყველა საქმის კურსში არის კონკრეტული ბავშვის შემთხვევაში თუ რა წარმატებებს ვახცევთ განვითარების თვალსაზრისით. ბავშვის თამაში ყველა ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია, დაბადებიდან მოყოლებული, რეალურად ზღვარი არ აქვს. ამას ქვია უბრალოდ ბავშვის თამაში, თორე თამაში არის შესაძლებელი მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაც განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენთან სათამაშო თეგაში ამჟამად 3-დან 6 წლამდე არის 100-ზე მეტი სამაგიდო სათამაშო, რომელიც მზად არის და გელოდებათ ბავშვებსაც და მოძლებსაც.